MPC-ის გეგმებზე სასაუბრად გიორგი ღვალაძეს, MPC-ის საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორს მასპინძლობს სტუდიაში. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. იმ ფონზე რომ მიკროსაფინანსებისათვის 2019 მართლა არ იყო მარტივი წელი, მათი რაოდენობა რადიკალურად შეიცვალა, რეგულაციებმა ბევრზე იქორია გავლენა და 3 კვარტლის მონაცემით სულ რაღაც 2%-იანი ზრდა იყო ამ სექტორის მოთამაშეებისათვის. თქვენ წელს ამბობთ, რომ შაშანდელი წელი საკმაოდ წარმატებული ქონდათ, დაახლოებით 20%-იან ზრდაზე მიუთითებდით, როგორც მახსოვს, და 2020-შიც გაფართოების გეგმები გაქვთ. რას აპირებთ, უფრო მეტი მოგვიყავით ამის შესახებ? კი ბატონო, მიმდინარე რეგულაციების ფონზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე წარმატებული ნაბიჯი, რომელიც გადავდგით 2019 წელს, ეს იყო უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. 3.750.000 თუ დიახ, ეს გახლავთ ევროპული და აზიური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული თანხები. ჩვენ როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებული ვართ ეს თანხა მივმართოთ მიკრობიზნესის და აგრომიმართულების დაფინანსებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გეგმები. მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილი არის 13 სერვის ცენტრით და მათ შორის რეგიონებში. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ ჩვენი რეგიონალური მასშტაბი და სწორედ აგრომიმართულების დაფინანსებით წარმართოთ ჩვენი ფინანსირება. რატომ აგროსექტორი? თქვენ როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით 1 მილიონ პერსონამდე არის თვით დასაქმებული. სწორედ მოქალაქეების უმრავლესი ნაწილი განთავსებული არიან რეგიონებში. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ მათთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ფინანსური მომსახურება და შესაბამისად ხელი შეუწყოთ მათ ეკონომიკურ განვითარებას. ეს არის ის მცირე მიზანი, რომელსაც ჩვენ გვინდა უპასუხოთ და ამასთანავე ეს არის ის სტრატეგია, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ წარმატებით. აი რა უპირატესობა აქვს MPC-ის შეთავაზებაში, იმიტომ რომ აგრომიმართულების ნაწილშიც მათ შორის მსხვილი ბანკებიც საკმაოდ საინტერესო წინადადებებს ათავსებენ ბაზარზე. რატომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რა უპირატესობა აქვს და თქვენ რაზე მორგებულ თქვა შეთავაზებებს ამზადებთ? გარდა ფინანსური მომსახურებისა, კომპანია MPC სთავაზობს ფინანსური მრჩევლის ინსტიტუტს. ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ ეკონომიკური სუბიექტების დაკრედიტებაზე, არამედ მათი ფინანსური ცნობიერების ამაღლებაზე. სწორედ ეს გამოიხატება იმაში, რომ სწორედ ეკონომიკური სუბიექტები უნდა იყვნენ გათვითცნობიერებულები, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდნენ, რა მიმართულებაში უნდა ჩადოთ ინვესტიციები. თქვენ მოგეხსენებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი გამოწვევა ეს გახლავთ ჭარბვალიანობა და სწორედ აგრომიმართულებით და ბიზნეს მიმართულებით განვითარებული და ჩადებული სახსრები აძლევს სუბიექტებს პრიორიტეტს მიიღონ დამატებითი შემოსავლები. მაშინ, როდესაც სამომხმარებლო მიმართულებით აღებული სესხები პირდაპირ მოქმედებს მათ გადახდის უნარიანობაზე და ისინი გარკვეულწილად მოდიან დეფოლტში. კომპანიამ შექმნა სპეციალური აგრორუკები, სადაც გათვალისწინებული არის როგორც სამომავლო შემოსავლები, ასევე გათვალისწინებულია სამომავლო დანახარჯები cash-flow-სთან მიმართებაში. სწორედ ჩვენ ვფიქრობთ, საბანკო სექტორთან გვაქვს ის უპირატესობა, რომ ჩვენ მივდივართ ყველაზე მცირე მეწარმეებთან, პასუხობთ მათი დაკრედიტების აუცილებლობას და შეგვაქვს ფინანსური განათლება. ამან განაპირობა მათ შორის იმ გეგმის არსებობაც, რომ თქვენ უკვე რაიონებში აპირებთ, რომ მინიმუმ 4-5 ფილიალი გახსნათ, იმისათვის რომ ეს სქემა გაიშოს. აი ამ გეგმის რაღაცა ნაწილი თუ არის გვეცნობილი 2020-ში. ახსენეთ კიდევ რომ დამატებით რესურსის მოძიებას აპირებთ. რომელ საფინანსო ინსტიტუტებთან გაქვთ კომუნიკაცია, ისევ იქნება ევროპული და აზიური ერთობლივად თქვა თანამშრომლობით თუ აი რა საიდან აპირებთ რომ ეს თანხა მოვიდეს და 5 მილიონზე იყო პროგნოზი. მოდით დავიწყოთ ცოტა შორიდან. მიკროსაფინანსოს მისია გახლავთ სიღარიბის დაძლევასთან ბრძოლა და წამყვანმა
განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე აღიარეს, რომ სიღარიბის დაძლევის ეფექტური ფორმულა გახლავთ სწორი დაკრედიტება. სწორედ ეს იწვევს ჩვენ პასუხს, რომ ჩვენ უნდა განვითარდეთ რეგიონალური კუთხით. ჩვენ ვითარდებით კახეთის რეგიონში, სადაც გავხსნით 3 სერვის ცენტრს. ჩვენ პირველი გეგმაში კახეთი არის. კი, პირველი გეგმაში გახლავთ კახეთი. ჩვენ გავიხსნებით სამეგრელოს რეგიონში, უკვე წარმოდგენილი ვართ ზუგდიდის სერვის ცენტრში და ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ ჩვენ ქსელს აჭარის რეგიონში. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენ მიმდინარე ეტაპზე ვაწარმოებთ 4 ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, საფინანსო ინსტიტუტთან მოლაპარაკებას. გარკვეულწილად მათ უკვე ჩატარებული აქვს diligence და ჩვენ რეალურად უკვე ვფიქრობთ, რომ მომავალ 5 მილიონზე საუბარი დავამთავრებთ წარმატებით. იმედი მაქვს და ამის შესაძლებლობა გაზიარების მეკნება ჩვენს მაყურებელთან. თუმცა ძალიან საინტერესო იყო თქვენ სოციალურ ქსელში გვერდზე ვნახე პრაქტიკულად მოწოდება, რომ ამ ახალ სერვის ცენტრებთან გახსნასა პარალელურად თქვენ ეძებთ კადრებს. ეს რა პრინციპით ხდება, რეგიონების მიხედვით მოხდება შერჩება, უკვე დაწყებულია თუ არა, ამ ნაწილში გადამზადების თქვა კურსებს უნდა ველოდოთ თუ არა თქვენგან შეთავაზებულს, თუ აი აქ რა სიახლეები? კი ბატონო, ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობთ, ძირითადად წარმოდგენილები ვართ, რომ ჩვენ ვეძებთ როგორც გამოცდილ კადრებს, ასევე ჩვენ გვაქვს სპეციალური სტაჟირების პრობლემა, სადაც 6 თვის განმავლობაში ჩვენ მომავალ თანამშრომლებს შეუძლიათ აიმაღლონ კვალიფიკაცია, ჩვენ გარკვეული სლოგანიც გვაქვს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმე MBC-სთან ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პირდაპირ ინვესტიციები, ხელს უწყობს როგორც ეკონომიკის განვითარებას, ასევე ის ძალიან კარგად მონაწილეობს დასაქმების ხელშეწყობითაც. შესაბამისად, ჩვენ ვეძებთ როგორც სერვის ცენტრის მენეჯერებს, ასევე დაკრედიტების ჯგუფის ხელმძღვანელებს, უმნიშვნელოვანეს კადრები ჩვენ სფეროში ეს გახლავთ მინი, აგრო და მიკრო დაკრედიტების ექსპერტები. შესაბამისად, ჩვენ ყველა თქვენ მაყურებელს მოუწოდებთ, რომ გააქტიურდეთ ამ კუთხით და რა თქმა უნდა, რა ჩვენ გენერალურ დირექტორმა ბრძანა, ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით დაახლოებით 100 პერსონალის შერჩევას ვაპირებთ მიმდინარე წელს. მე წეღან როცა მონაცემებს ვასახელებდი, ანუ 20%-იან ზრდაზე როცა ვსაუბრობდი, ეს 3 კვარტალის მონაცემები იყო. თუ შეგვიძლია წლის ვთქვათ ზრდა რამდენი იყო ეს შეჯამებული მონაცემები, თუ გაქვთ უკვე დათვლილი და 2020-ში თქვენი გადმოსახედიდან და იმ გეგმიდან გამომდინარე, რომელიც კომპანიას აქვს, დაახლოებით რა ზრდის ვთქვათ მაჩვენებელს უმისდებთ? კი ბატონო, ჩვენი მთლიანი აქტივები დღეს არის 65 მილიონი ლარი, სასხო პორტფელი არის 59 მილიონი ლარი. ჩვენ მიმდინარე წელს გავიზარდეთ 10 მილიონი ლარით, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და იყო და მთლიანის და განვახორციელოთ აგრო და ბიზნეს მიმართულებით. რაც შეეხება მომავალ წელს, უпростоრთ მიმდინარე წელს, 2020 წელს, ჩვენ ვაპირებთ სასხო პორტფელი გადავაჭარბოთ 75 მილიონ ლარს და მთლიანი აქტივებით გადავაჭარბოთ 80 მილიონ ლარს. ზოგადად 3 წლის ბიზნეს გეგმაში ჩვენ ვარაუდობთ, რომ ჩვენი კომპანია გაორმაგდება და ჩვენი აქტივები გადააჭარბებს 130 მილიონ ლარს. წარმატებებს გისურვებთ. ახლა მე თვითონ საგაზაფხულო სეზონი მოდის და იმ აქტივებში, რომელიც MBC აქვს დაგეგმილი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის ნაწილში კიდევ უფრო მეტი აქტიურობა იქნება დარწმუნებული ვარ. მადლობა იმისთვის, რომ ვიყავით ჩვენთან ერთად. გიორგი ღვალაძეს MBC საკრედიტო დეპარტამენტის ხელმძღვანელს მასპინძლობდით საქმე დილის ეთერში.